უყური აქეთ რა შესაძლოა. ჩვენ გვხვდება სამი ნიშანი, სადაც არის მითითებული სიჩქარე 50. ამ პირველ შემთხვევაში იქ რაც გვიწერია ტერმინი საგზაო მოძრაობის აი ამ ბილეთებში ის ჩვენ არ გამოგვდგება, მოდი ჩვენ ჩვენებურად დავიმახსოვროთ. ამას ქვია უყურე, ევა უყურე შვილო მითითებულით და ნაკლებით, ეს არ არის კლების ნიშანი მათემატიკაში. იმოძრავეო მითითებულით და ნაკლებითო მეორე ხდება მეორე ხდება 50, მაგრამ ლურჯი წრე აქვს. ეს კარნახობს გვაითულებს იმოძრავეო მითითებულით და მეტითო. დავრაშეს. ამ ორივე ნიშნის უკან დგას კამერა, რომელიც არ შეგარჩენს 1 მეტრსაც კი. მესამე ტიპის 50 რაც ხდება კვადრატში. ეს გეუბნება სადაც ისა დგას, ამას ქვია რეკომენდებული სიჩქარე. ანუ სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტი იდგამს ამას, რომ აიო მე რეკომენდაციას გაძლევო, რომ ამ სიჩქარით იმოძრავო. მაგრამ შენ შეგიძლია ამას არავითარი კამერა არ აქვს უკან, ანუ არ არის მკაცრი ნიშანი. მე ამას ვეძახი მკვდარზე იმას, თაიგულს რომ მიუტანე ხოლმე. უარაფერს არ ნიშნავს. მიცვალებოს უარაფერს არ შვიდის. იმიტომ რომ არ აქვს თაიგულს მიუტანს, ესე იგი დასუფრო მაგრა ეტყობა. ეს არის მკვდარზე ვენო, ესე ვეძახი ჩემი ტერმინია. რომელიც არაფერს არ ნიშნავს, აქ თუ გინდა იმოძრავეო 20-თო, თუ გინდა იმოძრავე 90-თო, გამიგე? რეკომენდებული სიჩქარე ქვია ამას. ეს არაფერს არ გვავალებს. ეს ორი გვავალებს აუცილებლად. მითითებული და ნაკლები, მითითებული და მეტი. აქ შეიძლება იყოს 60, უყურე? იქა გვაქვს სხვა ვარიანტი უყურე? 70, ესე იგი რა? 70-ით იმოძრავე და მეტითო. აქ შეიძლება გქონდეს ჩვენ 60, ანუ იმოძრავე 60-ით და ნაკლებითო. გავიგეთ ხო? ეს ორი ნიშანი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს მესამე ნიშანი არც წყალია, არც ღვინო, არც ძმარი, არაფერი არ არის. ეს გეუბნება, რომ თუ ხარ შენ ლურჯ ფერიან გზაზეო, მაგალითად ნატახტარი ყაზბეგის ტრასა არის ლურჯი ფერის გზა, სადაც ჩვენ გვაქვს დაშვებული 90 კილომეტრი და ამისთანა გზებზე. შეგვიძლია იმოძრავო 90, შეგვიძლია იმოძრავო 20 კილომეტრი და არჩია რომელიც. გავიგეთ ხო? ძალიან კარგი. ეხლა უკვე მაგარი ტიპი ხარ. ეხლა აღარ იცურავებ რა ეს ის.